მოგესალმებით პატიციმოტორი მაყურებელო გადაცემა ქართული კინომუსიკის შედევრებიდან. მე გახლავართ ამ გადაცემის თანაწამყვანი, თანაავტორი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და კინომცოდნე ლია ორაგველიძე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ გამოჩენილი ქართული კომპოზიტორის, მე ვიტყოდი ბუმბერასი კომპოზიტორის ბატონ რევაზ ლაღიძის შემოქმედება და მისი უკვდავი კინომუსიკა. როგორც გადაცემის პირველ ნაწილში დავაანონსე, დღეს მე მინდა დიდი პატივისცემით ჩემ მაყურებელს წარუდგინო 4 შესანიშნავი ნაღები ფილმი და ამ ფილმებიდან არაჩვეულებრივი კინომუსიკა და მისი შედევრები. დღევანდელი გადაცემის ჩვენი პირველი ფილმი, რომელიც მე ჩემს ძვირფას მაყურებელს უნდა წარუდგინო, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც 1959 წლის 5 სექტემბერს გავიდა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის კინოთეატრებში და ფილმის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ბრწყინვალე რეჟისორი მე ვიტყოდი ლეო ესაკია, ხოლო სცენარის ავტორი გახლავთ ვიქტორ ჭანკვეტაძე. როლებში თამაშობს არაჩვეულებრივი კორიფე მსახიობები, მინდა გითხრათ, ეს გახლავთ ქალბატონი მედია ჩახავა, ბატონი არჩილის როლს თამაშობს ბატონი გრიგოლ კოსტავა, ასევე ძმების როლს თამაშობს ნოდარის როლს თამაშობს რასი ფილიაშვილი, ვახტანგის როლს თამაშობს ნუკრი ალხაზიშვილი, მალხაზ გორგელაძე და სხვები. ხოლო ფილმის სიუჟეტი ზოგადად ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან თემატიკას, რომელსაც დავარქმევდი ოჯახის სიწმინდის თემას, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალური გახლავთ. ფილმის სიუჟეტი გახლავთ ასეთი: ოჯახის ქალბატონი, პროფესიით ქალბატონი ექიმი ნინო, დიდი რუდუნების დის 4 თავის შვილს და ასეთივე რუდუნებაში არის ჩართული მისი მეუღლე ბატონი არჩილი, რომელიც გახლავთ ასევე ქალაქის ცნობილი მეანგინეკოლოგი. თუმცა შემდგომში მოვლენები ისე წარიმართება, რომ ბატონი არჩილი თავის ბედს უკავშირებს მომღერალ ეთერს, რომელსაც არასჩვეულებრივად თამაშობს მსახიობი დოდო ჭიჭინაძე, უმშვენიერესი და უნიჭიერესი და ის ოჯახს ტოვებს. ასეთი დრამატურგიული, ძალიან ტრაგიკული სიუჟეტით იწყება ზოგადად ეს ფილმი. ხოლო რაც შეეხება ფილმის მუსიკას, როგორც მოგახსენეთ, ეს მუსიკა გახლავთ ბატონ რევაზ ლაღიძისა, ხოლო აქაც შესანიშნავი ტანდემი ხდება ბატონ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკისა და ბატონ რევაზ ლაღიძეს შორის. მე დღეს მინდა ფილმიდან შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივი კადრები ძმებისა, რომელთაც წერანაც მოგახსენეთ დასრულებს ვასილ ფილიაშვილი და ნუკრი ალხაზიშვილი, ხოლო სიმღერას ასრულებს იმ დროის ცნობილი და ბრწყინვალე მომღერალი ბატონი დასული კოკოროშვილიძე, ხოლო მას, ესე იგი მეორე ხმას აძლევს სურაბ ლეჟავა. სიმღერას ქვია „ყური უდეთ საქართველოს“. გთხოვთ ჩართოთ ფერი. ყური უდეთ საქართველოს, თებდალელია, იავნანას დედასავით თკბილად მღერია, ცელქის იოსა და მღერის აქ სულს თვარი და სამშობლოს ჩურჩულიყო დედის ხამარი. გადახედენ თებსახიდოს გოიათება და ნაღმელი ღრუბელი გაიფანდება. სიამრი ხმას ხანადელოს თითქოს ლარი, საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი. სიამრი ხმას ხანადელოს თითქოს ლარი, საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი.
უღრმესი მადლობა. ეხლა გავაგრძელებ ისე ფილმის სიუჟეტს, როგორც მოგახსენეთ, ბატონი არჩილი უკავშირებს ესე იგი თავის მომავალ ცხოვრებას ქალბატონ ეთერს, თუმცა შემდგომში მოვლენების წარიმართება, რომ ქალბატონი ეთერის ვაჟი კუკა მას პარავს ქაღალდის ობლიგაციებს, ფასეულ ობლიგაციებს და რატომღაც ბატონ არჩილს გონია, რომ ეს ობლიგაციები მოიპარა მისმა ვაჟმა. თუმცა შემდგომში სიმართლეს ფარდა ეხტება და პატიების ნიშნად ბატონი არჩილი უბრუნდება თავის ოჯახს და ესეთ კარგ განწყობაზე მთავრდება ეს ფილმი. ფილმიდან მე მინდა შემოგთავაზოთ ეხლა სიმღერა მონოლოგი, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს იმ დროის ბრწყინვალე მომღერალი თავისი ბარხატოვანი და გულისხმიერი ხმით, ეს გახლავს ქალბატონი ლილი ვეგელია, ხოლო როლს ასრულებს შესანიშნავზე უნიჭიერესი მსახიობი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე. გთხოვთ ჩართოთ ფერი. Narodesat mzekvativet Kotnis dilapria Shingedachi modimetki Metalertin adia Dresis verchvit Potlashi shveli Datidat kşen kdemodi onavar Novaçeni davrune matnişveli Evramamra şende dardit უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი სიმღერა, რომელიც მე უნდა შემოგთავაზოთ ამ ფილმიდან, ეს გახლავთ უკა სიმღერა, ანუ ქალბატონი ეთერის ვაჟის სიმღერა, ღვინო და ქალი და ღვინო. ეს სიმღერა გამოირჩევა ძალიან საინტერესო სცენით, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს ბატონი მალხას გორგილაძე, უნიჭიერესი მსახიობი, ძალიან ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბატონი მალხაზ გორგილაძე, რომელიც არაერთ შესანიშნავ ფილმში გადაღებულა. ხოლო სიმღერას ასრულებს უნიჭიერესი მსახიობი და ასევე მომღერალი ირაკლი უჩანეიშვილი. სიმღერას ქვია ღვინო და ქალი და ღვინო, ხოლო ტექსტის ავტორი გახლავთ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი. გთხოვთ ჩართოთ ფერი. მოდი პირამდე ავავსოთ თასი ზღვასავით დადგეს ტკბილი ზედაშე უღვინოთ კოცნას არ აქვს ფასი დიდი ხანია ვიცით მე ბაშე უღვინოთ კოცნას არ აქვს ფასი დიდი ხანია ვიცით მე ბაშე გათვარგინდა სიცოცხლის ბალოს შესინანულით დახუჯო თვალი ორი ხატება იწამე მხოლოდ
ხალი და ღვინო ღვინო და ხალი თითოც დავლიოთ არ არის გვია და ჩემზე იყო სამსუფრის ვალი თვიცი კუდილისაც არ მეშინია როცა ვარ მთვრალი როცა ვარ მთვრალი თვიცი კუდილისაც არ მეშინია როცა ვარ მთვრალი როცა ვარ მთვრალი უღრმესი მადლობა ხოლო ფილმის გამოსვლის შემდეგ როგორც მოგახსენებთ ფილმი გამოვიდა 1959 წელს გადის დრო საქართველოში ძალიან ბევრი ანსამბლი ჩამოყალიბდა ეს ანსამბლები იყო ტრიოები კვარტეტები კვინტეტები მაგრამ მე ერთ-ერთ განსაკუთრებულ ანსამბლზე მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება ეს გახლავთ ანსამბლი 4 გია რომელიც 1986 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა და მისი თვითმიზანი იყო ზოგადად ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და ზოგადად კინომუსიკის პოპულარიზაცია. ესენი იყვნენ გია ფეროშვილი, გია ღარიშვილი, გია ავაგუმაშვილი და გია ნაცვლიშვილი. და მათი როლი ძალიან დიდია ზოგადად ქართული კინომუსიკის პოპულარიზაციის საქმეში. ისინი ასრულებდნენ ისეთი დიდი კორიფი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორც გახლავთ ბიძინა გვერნაძე, სულხან ცინცაძე, ბატონი ირევას ლაღიძე და სწორედ აი ამ ფილმიდან უვიუგდეთ საქართველოს მინდა შემოგთავაზოთ ეს სიმღერა უკვე 4 ხმაში პოლიფონურად ძალიან გამარტული ასევე თქვენს ყურადღებას იქცევს ორკესტრი ძალიან თავისი გამჭვირვალე და ძალიან სხვანაირი ამაღლებული პალიტრით გთხოვთ ჩართოთ ფერი ყური უგდეთ საქართველოს თებსა და ლელიას იავნანას დედასავი ტკბილად მღერია ზელქისიოს არამღერი აქსულ სვარი და სამშობლოს ჟურჯულიცხო Dedis xamari Nagaxelem tepsazidus Goliateba Nagaxveli grubelivi Kaimandeba Siyom vixmovs ganagela Şobloa Dedis xamari Siyom vixmovs ganagela Dikos gavanis Sagovareli sam şobloa Dedis xamari Gadaxede ჯაჯილში რომ მოწვობს ღილო თითქოს უნდა ჩვენთან ერთად დაიღინო სალამურად გაითმება ბალახის ღერო როგორ გაცა ამაზე ცისქვეშ რომა Roma
უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი ფილმი, რომელზეც მე უნდა მივიქცევ თქვენი ყურადღება და წარმოვიდგინოთ ეს გახლავთ 1964 წელს გადაღებული ფილმი, ეს გახლავთ ძალზე ტრაგიკული ფილმი ხელისბერი გოჩა, რომელიც გადაიღო ბრწყინვალე რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, ხოლო სცენარის ავტორი გახლავთ არჩილ სულაკაური, ხოლო ფილმში მონაწილეობს ისეთი ორიბე მსახიობი, როგორც გახლავთ სპარტაკ ბაღაშვილი, ონისეს როლს თამაშობს, უნიჭიერესი ნუგზარ შარია, ხელისბერის გოჩას როლს თამაშობს, როგორც მოგახსენეთ სპარტაკ ბაღაშვილი, ხოლო ძიძიას როლს თამაშობს ქალბატონი ლეილა აბაშიძე, უნიჭიერეს და უშვენიერესი ქალბატონი, ხოლო გუგუას როლს თამაშობს თენგიზ არჩვაძე. თვითონ ფილმის სიუჟეტზე მე არ დავკონკრეტები, იმიტომ რომ ვინაიდან და რადგანაც ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის ზოგადად ალექსანდრე ყაზბეგის ეს შესანიშნავი მოთხრობა ხელისბერი გოჩა, ამიტომაც მე ხა უშუალოდ გადავალ მუსიკაზე და არაჩვეულებრივ სიმღერებზე, რომლითაც გააფორმა ბატონმა რევაზ ლაღიძემ ეს შესანიშნავი ფილმი. პირველი სიმღერა, რომელიც თქვენ უნდა მე შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ კარფუჩი ჩამოიყვანეს, აქ არის უკვე ძიძიას ქორწილი, ძიძიას და ონისის ქორწილი და თქვენ ამ კადრებში ნახავთ თუ როგორი ადათ-წესჩვეულებები აქვს ზოგადად ხალხს, მთის ხალხს ზოგადად როგორ უყვართ მართალეთი სამშობლო და პატრიოტულ თემატიკა ზოგადად ქართულ ერში როგორ უმაღლეს დონეზეა აყვანილი, ეს სწორედ ეს ყველაფერი ძალიან კარგად თვალნათლს ჩავს ამ კადრებში და ეხლა მე თქვენის ნებართვით მინდა გავუშვათ ეს სიმღერა, გთხოვთ ჩართოთ ფირი. უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი სიმღერა, რომელიც მე თქვენ დღეს უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ სიმღერა ტიალო და რეალაო. ეს არის არაჩვეულებრივი, ძალიან ქარიზმატული სიმღერა, თავისი მეტრო რიტმით, აქცენტირებული რიტმით და ზოგადად ძალზე რთული შესასრულებელია. მინდა გითხრათ,
და მე მინდა ჩემს ვირკას მაყურებელს გავაცნო ის ფაქტი, რომ ბატონ ერაზლაღიძის სიმღერებზე ზოგადად თაობები გაიზარდა და სწორედ აი ამ გადასახედიდან თვალსაჩინებით თვალსაზრისით მე მინდა შემოგთავაზოთ ანსამბლ იმპერიორის ვაჟთა გუნდის ამ შესანიშნავი ანსამბლის მიერ წარმოგიდგინოთ ეს არაშუულებრივი სიმღერა ტიალო და რეალაო, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ თეიმურაზ დოლიძე. გთხოვთ ჩართოთ თვირი. მადლობა. ხოლო შემდეგი სიმღერა, რომელიც მე თქონდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ საბრძოლო სიმღერა. თქვენ იცით, რომ ალექსანდრე ყაზბეგთან და ზოგადად ფილმში ხდება ნუგზარ ერისთავსა და ხევის ვაჟკაცებს შორის დაპირისპირება და სწორედ ეს სამშობლოს პატრიოტული თემატიკა ძალიან მაღალ დონეზეა ყავს აყვანილი. ბატონ რევაზ ლაღიძეს თავისი ლაღიძისეული კილოკავით, ჰარმონიით, თვის არაჩვეულებრივი სიმღერებით, სადაც ვალტორნები და ზოგადად ლითონის ჩასაბერი საკრავები უმაღლეს დონეზე ყავს წარმოდგენილი ბატონ რევაზ ლაღიძეს და ეს სწორედ აი ამაზე მინდოდა გამომახვილებინა თქვენი ყურადღება ორკესტრის ჟღერადობის თვალსაზრისით. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, ხელისბერი გოჩიდან საბრძოლო სიმღერა, რომელსაც ქვია გთხოვთ ჩართოთ თვირი. This is how I
გავსდეთ და დერს ნუ დამორჩილდებით. ჯაბან სიცოცხლეს სიკვდილის ცოდია. უღრმესი მადლობა, ხოლო ფილმის დასკვნის ნაწილში მე მინდა შემოგთავაზოთ მცირეოდენი პატარა სიმფონიური ლაღიზისეული ტილოს პატარა მონაკვეთი. მე ამ ტილოს დავარქვევდი ონისეს დატირებას, იმიტომ რომ იქ არის ქალის მონოლოგი, დატირება ორკესტრის ფონზე და თვითონ ამ სცენას ქვია გოგუას გასამართლება. აქ უკვე ტრაგიკულად იგრძნობა უკვე, რომ ხელისბერმა გოჩმა უნდა მოყვას თავის შვილის სამწუხარო ჭყვიდა უნდა შეიშალოს, ხოლო აი ამ ტრაგიკული მელოდიის ფონზე ისმის ქალის დატირება, რომელსაც მე თამამად დავარქვევდი ონისეს დატირებას და ეს კადრები მინდა ახლა შემოგთავაზოთ. გთხოვთ ჩართოთ ფირი. დამნაშავე. შევხსენით ხელები. უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი ფილმი, რომელიც მე თქვენ დღეს მინდა შემოგთავაზო და თქვენი ყურადღება მივიქცეო ამ ფილმით, ისევ მთის თემატიკას ეხება. ეს გახლავთ 1965 წელს ცნობილი რეჟისორი შოთა მენაგეძის მიერ გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმი „ხერსურგული ბალადა“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ორი ფილმსახიობები, როგორც გახლავთ სოფიკო ჭიაურელი, ბატონი თენგიზ არჩვაძე, მზე ქალას როლს ასრულებს ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, იმედას როლს ასრულებს თენგიზ არჩვაძე, გელიკას როლს ასრულებს კოტე დაუშვილი, თორხოაისას ლეო ფილბანი და სხვები აღარ დავკონკრეტდები. ფილმში არის არაჩვეულებრივი სიმღერები გამოყენებული ბატონი ლევას ლაღიძის შემოქმედებიდან და სიუჟეტი მოგეხსენებათ ასეთია, რომ ახალგაზრდა მხატვარი, რომლის მამა წლების წინ ხელსურეთში მოკლეს, ჩადის თავის ბიძაშვილთან სტუმრად და გაიცნობს უარყაზეს.
მზექალას და ესე მიმდინარეობს ფილმის სიუჟეტი ამაღლებულ გრძნობით სიყვარულის თემატიკაზე, სადაც ყოველთვის როგორც რევაზ ლაღიძის შემოქმედებაში აქაც იმარჯვებს ზოგადად სიყვარულის თემატიკა. ეხლა პირველ რიგში მე მინდა ამ არაჩვეულებრივი ფილმიდან ხევსურული ბალადიდან შემოგთავაზოთ შაირობის სიმღერა ხმამაირე ფანდურო, სადაც არაჩვეულებრივად მღერის ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი და ბატონი ზურაბ ქაფიანიძე. აი მათი ტანდემია წარმოდგენილი. აქ ერთ-ერთი თვალსაჩინო ფაქტია იმისი, თუ როგორ შეუძლია მსახიობს არაჩვეულებრივად შეასრულოს თავისი როლი და არა მარტო როლი შეასრულოს, არამედ კიდევაც იმღეროს. გთხოვთ ჩართოთ ფირი. Mama είχε παντούρα, μама βάλιν ζησπίνα, Ξάιν καπία χαμοσκόπη, Σελά μαζισπίνα. Πυρίμζε, λάμα ζησπίνα, Πυρίμζε, λάμα ζησπίνα. ვისრაჭირდებანე თავიემა ქვანდურის ღიალი ყდეთი უხებში ჯიხვებსა და ფხუშეთი ღრიალი Polimici რავშანზე და როგორც მიმიტოს ფერზე და შევდაიგო მაგებინა შენ რა გული გაქვს ჩემზე და ამ კერჩი ორი გულმიდეს ერთი წინს ერთი დარია შენთვის შავყრი ღრუბლებს სახვად გავუღიმებდარია Halal sultan zilmid gehar khvizilsiya da dilshiya aymale ba khokhobi sheni tfazar bis chrdilsiya dilsiya dilsiya sheni tfazar bis dilsiya dilsiya sheni tfazar bis dilsiya Eketienis patronza ragagat khoveb kalao ragagat khoveb kalao ragagat khoveb kalao მესი მადლობა. ხოლო ფილმის შემდგომში დრამატურგიულ თვალსაზრისით როგორც გითხარით ძალიან ვითარდება და სანამ მე ზოგადად ფილმის უშუალო საკვანძო თემატიკაზე გადავიდოდი, მე მინდა ხევსურეთში ერთ ადათ-წესებს მინდა შევეხო და ჩემი ძვირფასი მაყურებელი რომ შეცდომაში არ შემიყვანო, ამიტომაც მე წყაროდან მინდა წაგიკითხოთ აი ამ ადათ-წესების შესახებ ზოგადად, რომელსაც ფშავში ერქვა წაწლობა, ხოლო ხევსურეთში მას უწოდებდნენ სწორფერობის ტრადიციას. წაწლობის ტრადიცია ფშავში, ხოლო სწორფერობის კი ხევსურეთში გავრცელებული ტრადიცია გახლდათ. მას საუკუნეებს გაუძლო სწორფერები იყვნენ ქალვაში წყვილი, რომლებიც ღამის საუბარში ათენებდნენ, ხოლო ისინი ერთად წვებოდნენ, ხოლო მათ შორის სასტუმროდან იყო ხანჯალი ან რაიმე იარაღი და ეს იმას მიანიშნებდა, რომ ქალვას შორის ემოციური თვალსაზრისით
არაფერი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ხშირად ქალ-ვაჟი, როდესაც თავის ემოციებს ვერ იკავებდა, ეს რასაკვირველია, ინტიმით მთავრდებოდა, ხოლო სწორედ ამ შემთხვევაში უკვე ამათი თემიდან გაზრება ხდებოდა, იმიტომ რომ ეს ზოგადად ეს ხელოვნური ტრადიცია, ზოგადად სწორფერობა სიწმინდესთან ასოცირდებოდა და წმინდად უნდა დამთავრებულიყო ზოგადად ეს ღამე და ესეთი საინტერესო კადრი შემოგთავაზა ჩვენ ბატონმა შოთა ბანაგაძემ, სადაც სიყვარულის ლაით თემა ვიოლინების ტრემოლოს ფონზე ისმის უნაზესი და უშვენიერესი სიყვარულის თემა და სწორედ ეს ლამაზი კადრები მინდა შემოგთავაზოთ მე თქვენ ამ ფილმიდან ვთხოვთ ჩართოთ ფერი. ფანარი მოგიტან. რაშუჩული ისე. ჩემთვის ჩუჩული. მეც რა ვიცოდი? არ შეიძლება? იყურება. ქალაქში ალბათ გეყოლება ლამაზი კალაი. არავინ აღარ. სტუი. თუმცა მე მენახულება. ამბობენ, ქალაქში სიყვარული არ იციან ქალებმა. მე არასოდეს არ დავა ქალაქში. თუმცა ისე შორიდან უნდა მანახა. თვალით. თუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. რა აცვიათ. რა ყურებთ. უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი ფილმი, რომელიც მე თქვენ უნდა შემოვთავაზოთ, ეს გახლავთ 1966 წელს გადაღებული ფილმი შეხვედრა მთაში, რომლის რეჟისორი გახლავთ ნიკოლოზ სანიშვილი, ხოლო სცენარის ავტორი გახლავთ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკია. ესეთი ტანდემი მოხდა ნიკოლოზ სანიშვილსა და ერთობლივად გააკეთა პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკამ და ნიკოლოზ სანიშვილმა ეს არაჩვეულებრივი სცენარი, ხოლო თვითონ ფილმი თავისი არაორდინალურობით გამოირჩევა და რაში მდგომარეობს სწორედაც ეს არაორდინალურობა. უნდა მოგახსენოთ ეს ჩემდა განსაკვირადაც და ალბათ ჩემი ძვირფასი მაყურებელიც ამაზე დამეთანხმდება, არც მეტი, არც ნაკლები ფილმს აფორმებს 7 ბუმბერაზი კორიფე კომპოზიტორი. ესენი გახლავენ გიორგი ცაბაძე, მარჩილ კერესელიძე, შოთა მილორავა, კონსტანტინ პერსნერი, ბრწყინვალე კორიფე კომპოზიტორი თავისთავად რევაზ ლაღიძე და სანდრო მირიანაშვილი. უკაცრავად და როდესაც მე ახალგაზრდობაში ამ ფილმს უყურე, თქვენ წარმოიდგინეთ რატომღაც მეგონა, რომ ფილმი იმ დონეზე იყო შექმნილი, რომ რატომღაც მეგონა ამ ფილმს აფორმებდა ერთი კომპოზიტორი. თუმცა ნიკოლოზ სანიშვილის ეს ინტრიგა ჩაგდებული, რომელმაც ძალიან გაამართლა ამ ფილმ მიუზიკლში, სწორედ ამით იქცევს მსმენელისა და ჩვენი ძვირფასი მაყურებლის ყურადღებას.
ფილმში როგორც მოგეხსენეთ გამოყენებულია 7 კომპოზიტორის სიმღერები მათ არაჩვეულებრივად გაართვეს ამ ამოცანას თავი და ამას გარდა ფილმში გამოყენებული არის ბატონ რევაზ-ლაღიძის არაჩვეულებრივი საუკუნის სიმღერა მივიტყოდი სიმღერა ჰიტი ლაღიძის თბილისო რომელიც ბატონმა რევაზ-ლაღიძემ მიუძღვნა საქართველოს დედაქალაქის 1500 წლის თავს დოკუმენტურ ფილმს და მან ეს ბატონ პეტრე ბაგრატიონ-გრუზისკისთან ერთად შექმნა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა და ამ სიმღერის ისტორია ჩემო ძვირფასმა მაყურებელმა და მთელმა საქართველოსაც იცის რომ ამ სიმღერის პირველი შემსრულებლები გახლდათ დები ჩაფჩაძეები, ნაზი და ნათილა ჩაფჩაძეები პირველი შემსრულებლები, ხოლო შემდგომ ისეთი ფაქტი მოხდა, რომ ამ სიმღერის პოპულარიზაცია ძალიან ბევრმა უცხოელმა მომღერალმა განაპირობა, თუნდაც ფრანგი მსახიობი კლოდ რენე შესანიშნავად გაართვა თავი არაჩვეულებრივად იმღერა ეს სიმღერა ფრანგულ და ქართულ ენაზე, ასევე ამერიკელმა ჯაზმენმა ლუი ამსტრონგმა შესანიშნავად იმღერა ეს სიმღერა და წლების მანძილზე ანსამბლი ორერა პოპულარიზაციას უწევდა ამ არაჩვეულებრივ სიმღერას და ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ რასაკვირველია თავის შემოქმედებაში დააგვირგვინა ამ სიმღერის შესრულება არაერთგზის ფესტივალებზე გაიტანა და პოპულარიზაციას ხელი შეუწყო და რატომ გავამახვილე ამ სიმღერაზე განსაკუთრებული თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ ამ ფილმში შეხვედრა მთაში ბერძენმა მომღერალმა იოანა კალპაქსმა შეასრულა სწორედ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. მინდა გითხრათ რევაზ-ლაღიძის თბილისო საკმაოდ წარმატებითაც და სწორედ ეს კადრები მინდა მე თქვენ ახლა ფილმიდან შემოგთავაზოთ, როგორც შევთანხმდით, ესე იგი სიმღერა თბილისო ასრულებს ბერძენი ულამაზესი და უმჯერესი მომღერალი იოანა კალპაქსი. გთხოვთ ჩართოთ ფირი. Bellissimo il bimbo как память прошлых тяжких лет, твою главу венчая сединой. Расцветай под солнцем, Грузия моя, ты судьбу свою вновь обрела. Davardebis mkhara ushenod sitot klet arminda sadaris swagana talivarazi sadaris chagara სიმადლობა ხოლო შემდეგი სიმღერა რომელიც მე თქვენ დღეს უნდა შემოგთავაზოთ ამ ფილმიდან ეს გახლავთ გაზაფხულდა აყვავილდა ნუში
აი აქაც მორიგი ინტრიგა ჩააგდო ბატონმა ნიკოლოზ სანიშვილმა ორ კომპოზიტორს შორის. ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც დაწერილია პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის მიერ, მიაწოდა ბატონ რევაზ-ლახიძეს და ორ ბუმბერას კომპოზიტორს და ბატონ ბიძინა კვერნაძეს და მოხდა ერთი შესანიშნავი რამ. შეიქმნა ქართულ საშემსრულებლო სივრცეში არაჩვეულებრივი ორი სიმღერა გაზაფხულდა აყვავილ და ნუში, რომელიც დღემდე წარმატებით სრულდება ქართულ ესტრადაზე და არა მარტო ესტრადაზე. უამრავი ფილმიც გაფორმებულა ამ სიმღერის და ვიდეოკლიპიც. და ახლა რაც შეეხება ფილმთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი ეს არის ფილმი მიუზიკლი ჟანრობრივი თვალსაზრისით და თითქმის ყველა კომპოზიტორის სიმღერა არაჩვეულებრივად არის წარმოდგენილი, ხოლო ეხლა მე მინდა ეს სიმღერა რევაზ-ლახიძის მიერ შექმნილი დღეს წარმოგიდგინოთ ვინაიდან და რადგანაც დღევანდელი გადაცემის თემა სწორედაც ბატონ რევაზ-ლახიძეს ეძღვნება და მინდა ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ ეს სიმღერა. ეს სიმღერა მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონ ნანი ვრეგვაძის შემოქმედებითი საღამოდან, ხოლო სადირიჟო პულტთან დირიჟორობს თანამედროვეობის ბრწყინვალე დირიჟორი, მე ვიტყოდი ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობარი და ასევე თანაკურსელი ბატონი გიორგი ჟორდანია, რომელიც დიდი პატივისცემით მინდა მოვიკითხო გადაცემიდან და ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, როგორც მოგახსენეთ, ქალბატონ ნანი ვრეგვაძის შესრულებით, ხოლო ტექსტის ავტორი გახლავთ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი. აი გადაცემის ბოლოში მინდა შემოგთავაზოთ და ამ ამაღლებულ ნოტაზე, ამაღლებული განწყობით ჩემ ძვირფას მაყურებელს მინდა დავემშვიდობო მომავალ შეხვედრამდე. Заполда говавила дамнуши Иримеба лурштава бай Сит поисе шемоичера улеши Титко загули да мрачено дезари Da baba shvivit sigavaroni Si jabuke si zamari vidtava dai che ne va vela perigeria gavane na cele vida zavtra de bagulshi vai ne vis pipki cevivaci
სიღავარული